სასწორზე მხოლოდ უკრაინის მომავალი არ არის. ეს არის მთლიანი ევროპის ეგზისტენციალური საკითხი და შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებისთვის. თავდაცვის მხრივ აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს ნატოს დატოვებას, მაგრამ ჩვენ ევროპელებს მეტის გაკეთება მოგვიწევს. ტვირთის გადანაწილების საკითხი ახალი არ არის, მაგრამ ახლა აქტუალურია. ევროპელებს მოუწევთ წინსვლა როგორც დანახარჯების, ისე შესაძლებლობების კუთხით, რომელსაც ჩვენ მოვამარაგებთ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელმაც ღიად თქვა, რომ მზად არის უკრაინაში თავისი სამხედროები გაგზავნოს სამშვიდობო შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. აღნიშნა ისიც, რომ ბრიტანეთი მზაობას გამოხატავს წამყვანი როლი შეასრულოს ომში მყოფი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობაში, რაც მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომ მხარდაჭერას. ამ მიზნით ლონდონმა უკვე გამოყო 3 მილიარდი გირვანკა სტერლინგი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. სტარმერმა თქვა ისიც, რომ სრულად გრძნობს პასუხისმგებლობა შესაძლო საფრთხეზე ბრიტანელი სამხედროებისთვის, თუმცა უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ ერთი ქვეყნის დახმარებაა, არამედ ბრიტანეთის და ზოგადად ევროპის მთელი კონტინენტის უსაფრთხოების გამტკიცება. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ომის დასრულება არ უნდა იქცეს მხოლოდ დროებით შესვენებად პუტინის მურიგ თავდასხმამდე. თუმცა კირ სტარმერის სიტყვებს ერთი მაგრამ მოჰყვა. ადრესატით ოკეანის მიღმა. უნდა არსებობდეს ამერიკისგან ზურგი, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტია არის ერთადერთი გზა, რომელიც ეფექტურად შეაჩერებს რუსეთს უკრაინაზე ხელახალი თავდასხმებისგან. დღეს მკაფიოდ განვაცხადებ, ბრიტანეთი აიღებს წამყვან პასუხისმგებლობას, როგორც ყოველთვის ვაკეთებდით, რადგან უკრაინას უსაფრთხო მომავალი უნდა ჰქონდეს, ევროპას უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მომავალი, ბრიტანეთს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მომავალი და დემოკრატიულმა ღირებულებებმა უნდა გაიმარჯვოს. ამერიკის, როგორც ევროპისთვის ძლიერი ზურგის არსებობა, კითხვის ნიშნის ქვეშ სტარმერის მიერ გაკეთებული განცხადების დროსა და მომენტში არ დამდგარა. მას წინ უძღოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კონტინენტის მისამართით არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები, შტატების ვიცე-პრეზიდენტისგან და ცხადია ტრამპი და მისი პოლიტიკა, რომელშიც ჯერჯერობით რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპისა და თავად ომში მყოფი ქვეყნის ჩართვის მზაობა არ იკითხება. ფაქტია, ევროპა ახალი შესაძლოა სრულიად მოულოდნელი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. საქმე მხოლოდ ევროკავშირს და მის წევრ 27 ქვეყანას არ ეხება. პროცესში ბრიტანეთის განსაკუთრებული აქტიურობა გარემოების მასშტაბს და მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. ისევე როგორც ის საგანგებო შეხვედრა, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა მიუნხენის კონფერენციის დასრულების შემდეგ ჩანიშნეს და რომელსაც ემანუელ მაკრონმა პარიზში, ელისეის სასახლეში უმასპინძლა. დახურულ კარს მიღმა არაფორმალური შეხვედრა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მისი დასრულებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნების ლიდერები შესაძლო საფრთხეების თავიდან ასეცილებლად თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ცხადი გახდა ისიც, რომ ერთიანობა ჯერ არ აქვთ უკრაინაში მშვიდობის მყოფელების შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მათ სამშვიდობო მისიაში მიიღონ მონაწილეობა. მაგალითად, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა, ისევ როგორც ნატოს წევრმა, ყველა ქვეყანა ერთად უნდა იმოქმედონ უკრაინის უსაფრთხოებისა და გარანტიების საკითხებზე. გერმანიის ლიდერს მტკიცე პოზიცია აქვს თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯების გაზრდაზე და ამბობს, რომ თუ ევროპის ქვეყნებს 2%-ზე მეტის დახარჯვა სურთ თავდაცვაზე, გერმანია ამის მომხრეა. სამაგიეროდ, უკრაინაში სამშვიდობო მისიების გაგზავნა ჯერჯერობით ნაადრევად ეჩვენება. რუსეთისგან მომავალ საფრთხესა და უკრაინის დახმარების აუცილებლობას მკაფიოდ გაუსვა ხაზი დანიის პრემიერ-მინისტრმა. მეტე ფრედერიკსენი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ევროპის ყველა ქვეყნისთვის თავდაცვაზე ხარჯების ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სკანდინავიის ქვეყნის ლიდერმა წუხილი რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გამოთქვა და აღნიშნა, რომ ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა პუტინსა და რუსეთს შანსი მისცეს თავიდან მობილიზდეს და ისევ თავს დაესხას უკრაინას ან ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანას. საკმაოდ საყურადღებო გზავნილი ჰქონდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრსაც. დონალდ ტუსკმა ღიად ისაუბრა ამერიკისა და ევროპის საუკუნოვანი პარტნიორობის ახალ ეტაპზე და კონტინენტის დღის წესრიგში დამდგარ იმ გარდაუვალ აუცილებლობაზე, რაც თავის დასაცავად გაცილებით მეტის გაკეთებას მოიაზრებს. შეფასებების მიღმა არც ამ ამბის მასპინძელი უნდა დაგვავიწყდეს, რომლისთვისაც ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებებით დატვირთული 17 თებერვალი უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებთან სატელეფონო ზარით დასრულდა. მაკრონის თქმით, ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს: უკრაინაში მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა
მშვიდობის მიღწევა, რისთვისაც საჭიროა რუსეთის მიერ აგრესიის შეწყვეტა და უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და სანდო გარანტიების შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლის შეწყვეტა მინსკის შეთანხმების მსგავსად დასრულდეს. საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მიზნის მისაღწევად იმუშავებენ ევროპელებთან, ამერიკელებთან და უკრაინელებთან ერთად. ის ხაზს უსვამს, რომ ევროპა მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის უნარიანობის უზრუნველყოფაში. საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გაავრცელა. აღნიშნა, რომ მას და მაკრონს საერთო ხედვა აქვთ. უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების საიმედო და ძლიერი გარანტიები. ზელენსკის მტკიცებით, მსგავსი გარანტიების გარეშე მიღებული ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, მაგალითად ცეცხლის მყიფე შეწყვეტა, რუსეთის მხრიდან მორიგი მოტყუება და უკრაინის ან ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ახალი ომის პრელუდია იქნება. სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა გვამცნო ისიც, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევ პროცესში ჩინეთის მონაწილეობას არ გამორიცხავს. შესაბამისად, ჩნდება იმის რეალური მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების კონტინენტთა შორის მაგიდას სულ სხვა, სრულიად მოულოდნელი წევრიც მიუჩნდეს.